საღამო მშვიდობის თბილისის დროით ზუსტად 7 საათი ეთერშია პოზიტივის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. მე ანა აშორდია ვარ, ახალ ამბებში ნახავთ. ორმხრივი მზაობა ურთიერთობების გადატვირთვისთვის და პოზიტიური სიგნალი შტატებიდან. საქართველოს აშშ-ის შორის პარტნიორული ურთიერთობების აღდგენის მზაობა ოფიციალური თბილისის შემდეგ ვაშინგტონმაც დაადასტურა. რა განცხადებას ავრცელებს საქართველოში ვიზიტის შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია. ზიზღის შეურაცხყოფა და გარედან თავსმოხვეული პოლარიზაცია. სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო მუშაობა დაიწყო. სამმართველოს ფუნქციების, მიზნებისა და მუშაობის პრინციპების შესახებ გიყვებით მთავარ გამოშვებაში. უკანონო კრიპტომაინინგის პრევენცია და ენერგოსექტორის დაცვა. ელექტროენერგიის უკანონო მოხმარების აღმოფხვრის მიზნით მესტიაში გამრიცხველიანება იწყება. პროცესის კონტროლი სამართალდამცავ უწყებებს დაევალა. დეტალები რამდენიმე წუთში. ურთიერთბრალდებების საჯარო შეურაცხყოფა და პოლიტიკური ომი წერილობით ჟანრში. ოპოზიციური დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება. რა შეამხელა ერთმანეთს ყოფილი თანაგუნდელები. საქართველოს პროგრესის მორიგი აღიარება, კარგი მთავრობის ინდექსი ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს საუკეთესო 50-ეულშია. ჩენდლერის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ნახეთ რამდენიმე წუთში. ორმხრივი მზაობა ურთიერთობების გადატვირთვისთვის და პოზიტიური სიგნალი შტატებიდან. საქართველოს ამერიკის აშშ-ის შორის პარტნიორული ურთიერთობების აღდგენის მზაობა ოფიციალური თბილისის შემდეგ ვაშინგტონმაც დაადასტურა. პოზიტიურ მოლოდინს აჩენს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მთავრობასთან გაფორმებული შეხვედრის შემდეგ შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადება. ამერიკული მხარე ადასტურებს ტრამპის ადმინისტრაციის მზადყოფნას ოფიციალურ თბილისთან კონსტრუქციულ და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობასთან დაკავშირებით. მე დეტალს ქეთი მამრიკიშვილი გვეტყვის, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდება. ქეთი, გისმენთ. ეროვნული სუვერენიტეტისადმი საერთო ერთგულება, სამართლიანი ეკონომიკური გარემო, მავნე გარე გავლენებისადმი მდგრადობა. ასეთია თბილისისა და ვაშინგტონის საერთო ფუნდამენტური ღირებულებები, რომელიც მყარ საფუძველს ქმნის უფრო ღრმა პარტნიორობის წინსვლისთვის. ასეთია სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის პოზიცია, რომელიც საქართველოში ამერიკის საელჩომ გამოაქვეყნა და სადაც დელეგაციის საქართველოში ვიზიტი და გამართული აუდიენციებია შეჯამებული. განცხადებაში მკაფიო სიგნალებია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვისთვის ხაზგასმით არის აღნიშნული ის, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციამ საქართველოს მთავრობას დაუდასტურა ტრამპის ადმინისტრაციის მზადყოფნა სუვერენულ პარტნიორებს შორის დაიწყოს ახალი ეტაპი, რომელიც ორმხრივ ურთიერთპატივისცემაზე, საერთო ინტერესებსა და გულწრფელ დიალოგზე იქნება დაფუძნებული. მხარეებმა განიხილეს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის შესაძლო თანხმედრის სფეროები, მათ შორის ეროვნული სუვერენიტეტისადმი საერთო ერთგულება, სამართლიანი ეკონომიკური გარემო, მავნე გარე გავლენებისადმი მდგრადობა და ის ფუნდამენტური ღირებულებები, რომელიც ორივე ერს განსაზღვრავს. ეს თანხმედრა ქმნის მყარ საფუძველს უფრო ღრმა პარტნიორობისკენ წინსვლისთვის. ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციამ ხაზი გაუსვა ჩვენს ინტერესს საქართველოსთან კომერციული თანამშრომლობის გაფართოებასთან დაკავშირებით, მათ შორის ამერიკული საქონლისა და ინვესტიციებისთვის უფრო ფართო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავება. მდგრადი სტრატეგიული პარტნიორობისთვის საჭირო იქნება უწყვეტი პროგრესი იმ პირობების უზრუნველყოფით, რომელიც საქართველოს სანდო პარტნიორად აქცევს, მათ შორის ამერიკული ბიზნესისთვის ხელსაყრელი ბიზნეს გარემოსა და სტაბილური შიდა პოლიტიკური კლიმატით, რაც ხელს უწყობს ოპოზიციის ჩართულობას. დელეგაციამ განიხილა კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია და დაგვეხმარება ამ მიზნის მიღწევაში. შეერთებული შტატები ელის საქართველოს მთავრობასთან მუშაობას ისეთი პარტნიორობისთვის, რომელიც ორივე ქვეყანას ხელშესახებ სარგებელს მოუტანს და სრულად აამოქმედებს ორმხრივი ურთიერთობის პოტენციალს.
განცხადებაში ასევე მკაფიო გზავნილი იყო ოპოზიციის მიმართაც, რომელთანაც ასევე ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა. სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია აღნიშნავს, რომ ვაშინგტონი ერთგულია კონსტრუქციული ურთიერთობების მხოლოდ იმ სერიოზულ პოლიტიკურ აქტორებთან, რომლებიც თავის მხრივ დაინტერესებულები არიან საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტითა და სტაბილურობით. განცხადებაში ხაზგასმულია ის, რომ ფუნქციონალური დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობს იმ მოქალაქეების ინტერესების წარმოსაჩენად, რომლებსაც მათ ხმა მისცეს. დელეგაციამ მათ გაუზიარა შეერთებული შტატების პოზიცია საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებში ოპოზიციის მონაწილეობის შესახებ. ფუნქციონალური დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობს იმ მოქალაქეების ინტერესების წარმოსაჩენად, რომლებმაც მას ხმა მისცეს. პოლიტიკური სტაბილურობა და ოპოზიციის რეალური წარმომადგენლობა იმ ფაქტორებს შორისაა, რომელიც საქართველოს ამერიკული ინვესტიციებისთვის, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობისთვის სანდო პარტნიორად აქცევს. შეერთებული შტატები ერთგულია კონსტრუქციული ურთიერთობების ყველა სერიოზულ პოლიტიკურ აქტორთან, რომელიც დაინტერესებულია საკუთარი ქვეყნის სტაბილურობით, სუვერენიტეტითა და კეთილდღეობით. სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის განცხადებაში გაკეთებული გზავნილები მისასალმებელია სახელმწიფო გუნდისთვის. ქართულ ოცნებას აქვს მოლოდინი, რომ გზავნილები კონკრეტულ ქმედებებში გადაიზრდება. პირველ რიგში ხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხია ხაზგასმული, რომელიც ურთიერთ ინტერესების სივრცეში უნდა წარემართოს. საგანგებო ყურადღება დაეთმო იმას, რომ ბიზნესისა და ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები არის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია ასევე მათი პოზიცია ქვეყანაში სტაბილურობის საკითხთან დაკავშირებით. ასე რომ მესიჯები არის საკმაოდ თვალსაჩინო, გასათვალისწინებელია ჩვენთვის, რასაკვირველია, მისასალმებელია ამ ურთიერთობის იმ ნორმებში დაბრუნება, რასაც სტრატეგიული ურთიერთობა ქვია, მაგრამ შინაარსით შევსებული. ამაზე იყო საუბარი განცხადებაში და ოპოზიციამ რასაკვირველია ყურადღება უნდა მიაქციოს თუ ისევ ისტერიკაში არ ჩავარდებიან ამ მესიჯის გამო იმას, რომ სტაბილურობა ქვეყნის გადაწყვეტს აქ ქვეყნის ხვალინდელ დღეს. არ ვფიქრობ, რომ ოპოზიცია აი ამ განცხადების შინაარსით არის კმაყოფილი, ვინაიდან ოპოზიციის მიმართულება ყოველ შემთხვევაში არასდროს შეცვლილა და დღემდე არის დამყარებული რევოლუციისა და დესტაბილიზაციის განვითარების პრინციპზე. საქართველოს ხელისუფლებას და ქართული ოცნების გუნდს არაერთხელ უთქვამს და გამოუხატავს სრული მზადყოფნა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის სრულიად ახალ და სამართლიან პრინციპებით ურთიერთობის დაწყებასთან დაკავშირებით და ურთიერთობის გადატვირთვასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულოა და მისასალმებელია ის, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების მხრიდან იგივე სულისკვეთება შეინიშნება და ჩვენ რა თქმა უნდა ველოდებით მათგან მკაფიო ნაბიჯებს და უკვე პრაქტიკულ ინსტრუმენტებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობის განახლებასთან და გადატვირთვასთან დაკავშირებით, რაც შეეხება განცხადების მეორე ნაწილს, სადაც საუბარია ოპოზიციის დემოკრატიულ ინსტიტუტებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ეს არის კიდევ ერთი ძალიან მძიმე ჩანაწერი ჩვენი პარტნიორების მხრიდან რადიკალური ოპოზიციისათვის, იმდენად რამდენადაც უკვე სათვალავიც კი ამერია, მე რამდენად გაება რადიკალური ოპოზიცია თავისივე დაგებულ მახეში. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები თბილისში 25-28 მაისს იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში შტატების დელეგაცია შეხვდა პრემიერ-მინისტრს, ვიცე-პრემიერებს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ძალოვანი სტრუქტურების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს. განხილვის მთავარი თემები იყო ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების სამომავლო ნაბიჯები. ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა აუდიენცები შედგა ოპოზიციურ პარტიებთან, რომლებსაც დღეს შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მკაფიო გზავნილი გაუგზავნა იმოქმედონ ეროვნული ინტერესების შესაბამისად და სახელმწიფო ინსტიტუტებთან კოორდინაციით. მადლობა ქეთი, პირდაპირ ეთერში ქეთი მამრიკიშვილი საუბრობდა. საქართველოს ხელისუფლება ქმედითი ნაბიჯების გადადგმას იწყებს ენერგეტიკული სექტორისთვის დაზიანებული არალეგალური ბიზნეს საქმიანობის პრევენციის მიზნით. ამ კუთხით ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა მესტიის მუნიციპალიტეტში უკანონო კრიპტომაინინგის პროცესი. ელექტროენერგიის უკანონო და ფარული მოხმარების აღმოფხვის მიზნით უახლოეს პერიოდში მესტიაში გამრიცხველიანება დაიწყება.
ელექტროენერგია მოსახლეობისთვის ლიმიტის ფარგლებში კვლავ უფასო დარჩება, ხოლო ზედმეტ მოხმარებაზე შესაბამისი ტარიფი დაწესდება. პროცესის კონტროლი ასევე ელექტროენერგიის დიდი ოდენობით უკანონო მოხმარების გამოვლენა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება სამართალდამცავ უწყებებს დაევალა. როგორც სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ნებისმიერ ხელშეშლას და სამართალდარღვევას მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. მარიამ რატიანი გიამბობთ. ბრძოლა უკანონო კრიპტომაინინგის წინააღმდეგ და მასშტაბური გამრიცხველიანების პროცესი მესტიაში. საქართველოს მთავრობა ენერგეტიკული სექტორისთვის დამაზიანებელი არალეგალური ბიზნეს საქმიანობის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას იწყებს. ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მამუკა მდინარაძის თქმით, აღნიშნული პრობლემა ნეგატიურად როგორც ქვეყნის ბიუჯეტსა და მოსახლეობის გადასახადებზე, ისე ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხზე აისახებოდა. უარყოფითი გავლენა კონკრეტულ ციფრებშია გამოხატული. ელექტროენერგიის მოხმარებამ მესტიის მუნიციპალიტეტში 2025 წელს 133 მილიონი კილოვატ-საათი შეადგინა მაშინ, როდესაც მსგავსი მასშტაბის მუნიციპალიტეტების ელექტრომოხმარება ყველა მონაცემის გათვალისწინებით სხვა შემთხვევებში არ აღემატება 10 მილიონ კილოვატ-საათს. შესაბამისად, ეს ნიშნავს ელექტროსისტემის და მის ფინანსურ დაზიანებას მინიმუმ 20-25 მილიონი ლარით, რომელიც დამატებით ფინანსურ ტვირთად აწვება ელექტროენერგიის საფასურის გადამხდელ ყველა მოქალაქეს. თითოეული აბონენტი ქვეყანაში ყოველი გადახდის დროს კონკრეტულად ამ პრობლემის გამო დამატებით იხდის ლარნახევარს. გადაწყვეტილების მნიშვნელობასა და საჭიროებაზე საუბრობენ ენერგოსექტორის წარმომადგენლები. მათი თქმით, უკანონო კრიპტომაინინგის აღკვეთა დადებით გავლენას როგორც ელექტროენერგიის მოხმარების რაოდენობაზე, ისე დანახარჯებსა და გადასახადებზე მოახდენს. ენერგოპრო ჯორჯიას ექნება შესაძლებლობა რეაბილიტაცია ჩაუტაროს ქსელს, მოხმარების შემცირება, ეკონომია გამოიწვევს იმას, რომ მოგვარდება პრობლემა ქსელების გადატვირთასთან დაკავშირებით და შესაბამისად ეს დადებითად აისახება ქსელის მდგომარეობას. კრიპტომაინინგის მიერ გამოწვეულ ნეგატიურ შედეგებზე საუბრობს მესტიის მერიც. კაპიტონ ჟორჟოლიანი მთავრობის გადაწყვეტილებას მიესალმება და აცხადებს, რომ აღნიშნული პრობლემა უარყოფითად ადგილობრივი მოსახლეობის გარდა ტურიზმზეც აისახებოდა. მინდა გითხრათ, რომ დროულია. ყველაფერი კონდეს უნდა მომხდარიყო. ამსუხარო ძალიან მშვიდახეს მუნიციპალიტეტს განვითარებაში ეს მაინინგი. ტურისტულ სეზონს გიგდებდა, ამასთანავე აზიანებდა გადამცემ ხაზებს და პრობლემებს ქმნიდა. იყო შემთხვევები, როცა ამოსული ტურისტი უკან ბრუნდებოდა და ჯავშნილი ჰქონდა და რამოდენიმე დღის მერე, როცა შუქი აღარ იყო და წყობიდან გამოდიოდა სადენები, უკან მიდიოდნენ უკან. გადაწყვეტილებას მიესალმებიან მმართველ გუნდშიც. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ პრობლემა უკვე დიდი ხანია აქტუალურია და ყოფილა შემთხვევებიც, როდესაც საკითხის მოგვარებას ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარი ძალებით ცდილობდა. თვითონ ადგილზე საზოგადოებას დაერეგულირებინა ეს საკითხი და უკანონო ელექტროენერგიის გამოყენება მაინინგისთვის არ ყოფილიყო, მაგრამ როგორც ანალიზმა გვაჩვენა, რაც ვიცე-პრემიერმა წარმოადგინა, საკითხი არ გადაწყდა. ძალიან ხშირი იყო ავარიები, რაც ადამიანის უსაფრთხოებასთან იყო დაკავშირებული და მნიშვნელოვანია, რომ ამ პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება. გამრიცხველიანების მიუხედავად ელექტროენერგიას სვანეთში მცხოვრებ აბონენტთათვის საჭირო მაქსიმალური რაოდენობის ფარგლებში კვლავ უფასო რჩება. აღნიშნული რაოდენობის ზემოთ კი ლიმიტი და შესაბამისი ტარიფი დაწესდება. სიძულვილისა და შუღლის გაღვივების პრევენცია სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო მუშაობა დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის ბაზაზე შექმნილი ახალი უწყება ადამიანის ღირსების შემლახველი, შეურაცხყოფელი და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების მონიტორინგს განახორციელებს და საჭიროების შემთხვევაში სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს. ახალი სამმართველოს მთავარი ფუნქცია გარედან თავსმოხვეული პოლარიზაციისა და საზოგადოების გახლეჩის მცდელობების აღმოფხვრა იქნება. შეურაცხყოფელი რიტორიკის წინააღმდეგ მსოფლიოში უკვე არსებობს აპრობირებული პრაქტიკა. მსგავსი სამმართველოს შექმნის საჭიროება დადასტურდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებითაც. დეტალებით ანა შანიძე. გარედან თავსმოხვეული დავალებების შესაბამისად გაღვივდა ეს პრობლემა ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით.
ბოლო წლებში გააქტიურებული სიძულვილის ენა და პოლარიზაცია, რომელიც არა მხოლოდ პოლიტიკურ ველს აზიანებს. სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ახალი სამმართველოს შექმნის მიზნებსა და ფუნქციებს კიდევ ერთხელ განმარტავს. მამუკა მდინარაძის განცხადებით, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო იქნება საზოგადოების გახსნაშის პრევენციისა და შეურაცხყოფის აღმოფხვრისკენ გადადგმული პირველი რეალური ქმედითი ნაბიჯი. გამოხატვის უფლებებსა და თავისუფლების მიღმა ისეთი ქმედებები, რომელიც უხეშად არღვევს სხვა ადამიანის უფლებებს, მის პატივსა და ღირსებას ეხება ძალიან ცუდად. ამისი პრევენციისათვის შემუშავდა ჩვენს მიერ ახალი მიდგომა და ამისი პრევენციის უზრუნველყოფის საშუალება გახლავთ ამ შემთხვევაში ახალი სამმართველო, რომელიც რა თქმა უნდა ერთ დღეში და ერთ თვეში ვერ მოახერხებს პრობლემის აღმოფხვრას, მაგრამ იქნება პირველი ქმედითი რეალური ნაბიჯი იმისათვის, რომ ეს გახლეჩვა, ეს სიძულვილის ენა ბოროტებამდე მისული შეურაცხყოფა ერთმანეთის იქნას აღმოფხრილი, რადგან მხოლოდ სწორმა საზოგადოებრივმა პოზიციამ და აზრმა ეს ვერ უზრუნველყო, როგორც ყოველთვის. და ეს წარმატებით ხშირ შემთხვევაში მოახერხა რამდენიმე წამყვანმა ევროპულმა ქვეყანამ, ამ შემთხვევაში ჩვენ ამ გზას ვადგავართ და ეს ბევრ კეთილ მიზანს მომსახურება. ვიცე-პრემიერმა ისაუბრა იმის შესახებაც, რომ გარედან თავს მოხვეული სიძულვილის ენის მთავარ მიზანს საზოგადოების გახსნაშის მცდელობა წარმოადგენს, რომელიც ბოლო წლებში ოჯახებშიც კი ვლინდება. დახლეჩა საზოგადოების გადამტერება ერთმანეთზე, რაც ოჯახებშიც კი ხდება ხშირ შემთხვევაში, იმ ვორდინგის ეგრეთ წოდებული იმ გამოხატვის, ისეთი გამოხატვის გამო, რომელიც აბსოლუტურად არანაირი თავისუფლების, არც უფლების ფარგლებში არ ჩნდება და მის მიღმა აზიანებს არა მხოლოდ რაღაც პოლიტიკურ ველს და აბინძურებს მას და პროცესს, არამედ უბრალოდ ადამიანურ ურთიერთობებს. სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ ფუნქციონირება დღეიდან დაიწყო. ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის ბაზაზე შექმნილი ახალი სამმართველოს მოვალეობა, ადამიანის ღირსების შემლახველი და შეურაცხმყოფელი განცხადებების მონიტორინგი, სავარაუდო სამართალდამრღვევი პირის გამოვლენა, საჭიროების შემთხვევაში სამართლებრივი რეაგირება და სასამართლოში გადასაგზავნი მასალების მომზადება იქნება. სამმართველოს ფუნქცია სოციალურ ქსელსა თუ მედიაში საჯაროდ გავრცელებული შეურაცხმყოფელი ადამიანის ღირსების შემლახველი, სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა, რომელიც შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს. დაწყის ეტაპზე სამმართველოს თანამშრომელთა რაოდენობა განისაზღვრა 10 საშტატო ერთეულით. სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის არჩერა ოპოზიციას, რომელიც ერთმანეთთან დაპირისპირებაშიც კი სიძულვილის ენას იყენებს. ზოგადად ნახეთ რა არის სოციალურ ქსელში ყველგან შეიძლება ნახო კრიტიკული, მათ შორის ყვახე შეფასებები. სახელმწიფო გუნდში კი განმარტავენ, რომ გარედან დაფინანსებული სიძულვილის კამპანიები, რომლის მიზანიც საზოგადოების გახსნაშაა, განსაკუთრებით ბოლო წლებში გააქტიურდა. მმართველ პარტიაში საუბრობენ სიძულვილის გაღვივებასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის ზღვარის აუცილებლობის შესახებაც. ტერორი ეს ფაქტიურად ფსიქოლოგიური ტერორი, რომელიც აი ამ დესტაბილიზაციის საერთო გეგმაში მოიაზრება როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მთავარი თუ არა მიმართულება. ამას კანონი დაჭირდა, რომ ეს ასე აღარ მოხდეს. დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას და შესაბამისად დაამკვიდრებს პრაქტიკას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასა და იმ ბინძურ აღირახსნილ ლექსიკას შორის, რომ დაიდოს ზღვარი, რაც სიძულვილის გაღრმავებას და სიძულვილით გაჯერებულ აი ამ ტექსტებს გულისხმობდა, ასე ჩვენ ვისმენდით ამდენი ხანი. სიძულვილის ენა, ეს ბულინგი, ნახეთ, რომ ფინანსდებოდა და ჯერჯერობით კიდევ ფინანსდება უცხოური ძალების მხრიდან. ამ უწყებამ გარდა მომხდარი სიძულვილის ენის გამოკვლევისა, ალბათ უნდა პრევენციული ხასიათის ზომებიც გაატაროს იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება ნაკლები იყოს ასეთი ტიპის სიძულვილის შემცველი და სიძულვილის ხასიათის ქმედებები საქართველოში.
დიდი ბრიტანეთი, იტალია, შვეიცარია, საფრანგეთი, გერმანია სიძულვილის ენასა და შეურაცხმყოფელ რიტორიკას უმეტესი დემოკრატიული ქვეყანა უკვე წლებია სამართლებრივად ებრძვის. ახალი სამმართველოს შექმნის საჭიროება დასტურდება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებითაც. საქმეზე მილაძე საქართველოს წინააღმდეგ განაჩენით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ სოციალური ქსელით ადამიანის შეურაცხყოფა, ღირსების შელახვა და უცენზურო განცხადებები გამოხატვის თავისუფლებას ცდება. საერთაშორისო სასამართლოს ამ შეფასებით თვალსაჩინო გახდა ამავე საქმეზე ქართული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და ქართული კანონმდებლობის მართებულობაც. ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გულბაათ რცხილაძეს და ირაკლი ჩიხლაძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციების გამო ორივე საქმეს გრიფი საიდუმლო ადევს. ცნობილია, რომ გულბაათ რცხილაძე ორი სხვადასხვა სახელმწიფოს სასარგებლოდ მუშაობდა, ირაკლი ჩიხლაძე კი გამოძიების ინფორმაციით სადაზვერვო ქსელს მართავდა. ბოლო პერიოდში ჩატარებული წარმატებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებებისთვის სულს მადლობა გადაუხადა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა. დეტალებით ბორენა ონიანი. საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედება უცხო ქვეყნების სასარგებლოდ. ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ორივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ერთ-ერთ მათგანს გულბაათ რცხილაძეს გამოძიება ერთდროულად ორი უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობას ედავება. დაცვის მხარემ რცხილაძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება და 30,000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მისი თავისუფლება მოითხოვა, თუმცა სასამართლომ ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მძიმე ბრალდებით დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს. გულბაათ რცხილაძე ორგანიზაცია ევრაზიის ინსტიტუტის დამფუძნებელია. მის სახელზე რამდენიმე ორგანიზაცია რეგისტრირებული. გამოძიებით დადგინდა, რომ მატერიალური სარგებლის მისაღებად NGO ორგანიზაციის ხელმძღვანელი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს საიდუმლო ინფორმაციას წლების განმავლობაში აწვდიდა. არ აღიარა ბუნებრივია ბრალი, მან კატეგორიულად უარყო რომელიმე ქვეყნის ჯაშუშობა ან სხვა ქვეყნის სასარგებლოდ მოქმედება, მან აღნიშნა, რომ რათა ითანამშრომლოს სამართალდამცავ სტრუქტურებთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან. პატიმრობა შეეფარდა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ჩიხლაძესაც. ის სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრის დამფუძნებელია. გამოძიების ცნობით, ჩიხლაძე სადაზვერვო ქსელს მართავდა, რომლის წევრებსაც დავალებებს აძლევდა, აკონტროლებდა მათ მუშაობას და უცხო ქვეყნიდან მიღებულ თანხებს უნაწილებდა. დამკვეთებამდე საიდუმლო მონაცემები სხვადასხვა გზით მიდიოდა. ბრალდებული ჟურნალისტურ, ექსპერტულ და სხვა პროფესიულ წრეებში პირადი კონტაქტებით მოიპოვებდა სადაზვერვო ინფორმაციას და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს გადასცემდა. ირაკლი ჩიხლაძე დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებით სარგებლობს. დაკავების შემდეგ მას არანაირი სურვილი არ ქონია, რომ ესაუბრა გამოძიებასთან. იგი ისაუბრებდა გამოძიებასთან, თუ მას შეკითხვას დაუსვამდნენ და დაკითხავდნენ როგორც მოწმედ და არა როგორც ბრალდებულად დააკავებდნენ და დააბრალებდნენ ჯაშუშობას ან სახელმწიფო ღალატს. ორივე ბრალდებულის გულბაათ რცხილაძისა და ირაკლი ჩიხლაძის მიერ შეგროვებული ინფორმაცია სხვადასხვა სახის იყო. მათ შორის ინფორმაცია მოიცავდა საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, ძალოვან უწყებებსა და უსაფრთხოების სტრუქტურებში არსებულ ვითარებას. ჯაშუშობის საქმეების პროკურორის განმარტებით, ორივე ბრალდებულის მხრიდან არსებობდა მატერიალური სარგებლის მიღების ინტერესი და დასტურდება, როგორც თანხის აღების, ისე გადაცემის, შეგროვებისა და კავშირის ეპიზოდები. ორივე ბრალდებულთან მიმართებაში შეგროვებული ინფორმაცია იყო სხვადასხვა სახით, მათ შორის იყო როგორც ძალოვანი სტრუქტურების მუშაობის შესახებ, ასევე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური საკითხებთან დაკავშირებით. ორივე შემთხვევაში არსებობს თანხის აღების ფაქტები, ანუ ინტერესი იყო მატერიალურ სარგებელი ორივე ბრალდებულის მხრიდან. ერთადერთი მტკიცებულებთან დაკავშირებით ისევ და ისევ ვიმეორებ, რომ პირდაპირ მტკიცებულები ნამდვილად არსებობს და ამერწმუნეთ, რომ დამაჯერებელი მტკიცებულებებია, რომლებიც ამ კავშირს ადასტურებს. დასტურდება როგორც თანხის აღების ეპიზოდი, ასევე დასტურდება გადაცემის, შეგროვების და კავშირის ეპიზოდები. უსაფრთხოების სამსახურმა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჯაშუშობის ბრალდებით არაერთი პირი დააკავა. სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ყველამ უნდა იცოდეს, რომ დღეს ქართული სახელმწიფო, სპეცსამსახურები და უსაფრთხოების სისტემა არის იმდენად ძლიერი, რომ მას შეუძლია ქვეყნისთვის უპრეცედენტო ღონისძიებების ჩატარება, ჯაშუშური ქსელების გაშიფრვა და მათი წევრების დაკავება.
სუსის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული 2 ადამიანიდან ერთ ბრალი 2 სხვადასხვა სახელმწიფოს სასარგებლო სადაზვერვო ინფორმაციების მოპოვება შეედება ჯაშუშობაში და ჯაშუშური ქსელის ერთგვარ ლიდერობაში ემხილება მეორე ბრალდებული, რომელიც თანხებსა და დავალებებს ქსელის წარმომადგენლებზე ანაწილებდა. აღნიშნული პირი იმავე სახელმწიფოს ეგრეთ წოდებულ სპეცსამსახურის რეზიდენტს წარმოადგენდა ბრალდების მიხედვით, რომლის სასარგებლოდ სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემის ბრალდებით რამდენიმე კვირის წინაც დავაკავეთ ერთი ბრალდებული. 2 დღის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებმაც მიუხედავად გაფრთხილებისა წინა დაკავებების შემდგომაც არ შეწყვიტეს გარკვეული მოძრაობები ხსენებული მიმართულებით. უცხო ქვეყნების ინტერესების სასარგებლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაზიანების მცდელობებს უმძიმეს დანაშაულად აფასებენ მმართველ გუნდში. სახელისუფლებო პარტიაში აღნიშნავენ, რომ ჯაშუშობის ფაქტებს სახელმწიფო ყოველთვის მკაცრად უპასუხებს. ადგილი აქვს უმძიმეს დანაშაულს საფრთხის სამშობლოს წინააღმდეგ, დაველოდოთ სასამართლო გადაწყვეტილებას და განაჩენი იქნება, რა თქმა უნდა, საჯარო და ის მას ხოლო გაესწრო. ჯაშუშობის საქმეებში არსებული სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციების გამო სასამართლო პროცესები დახურულ რეჟიმში ჩატარდა. მხარეებს ხელი გაუთქმელობაზე აქვთ მოწერილი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ორივე ბრალდებულს 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ქართული რეალობის იგნორირება და გერმანული დიპლომატიის მიკერძოებული სტანდარტი. თბილისიდან გაგზავნილი 3 ოფიციალური ნოტის მიუხედავად გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს შესახებ მონაცემები არ იცვლება. გერმანულმა მხარემ ტექნიკური სამუშაოსთვის ჯერ კიდევ მარტში ორკვირიანი ვადა ითხოვა, თუმცა ინფორმაცია ამ დრომდე არ განახლებულა. გაუგებარი მიზეზის გამო ჭიანურდება საქართველოს ელჩის აკრედიტაციის დასრულების პროცესიც. ალექსანდრე კარტოზიას გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელები არ გადაუცია, რადგან საგარეო უწყება მასთან ოფიციალური შეხვედრა უკვე 5 თვეზე მეტია არ ჩანიშნა. რატომ არ რეაგირებს გერმანიის საგარეო უწყება თბილისის მოთხოვნაზე? მმართველი გუნდი ბერლინის უპატივცემულო დამოკიდებულებაზე საუბრობს, რაც სახელისუფლებო გუნდის წევრებისთვის გასაკვირი არ არის გერმანიის ელჩის ქმედებების ფონზე, რომელიც მის დიპლომატიურ საქმიანობას გამუდმებით ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმისთვის იყენებს. დეტალებით სალომე გობრონიძე. ოფიციალური თბილისი ბერლინისგან ქართული სახელმწიფოს მიმართ გაურკვეველი და არა მეგობრული ნაბიჯების შესახებ განმარტებებს ითხოვს. ამჯერად გერმანიის ხელისუფლება საქართველოს ელჩის აკრედიტაციის პროცესს საჭიანურებს. ალექსანდრე კარტოზია ელჩად 2025 წლის 1 ოქტომბერს დაინიშნა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხრიდან 2025 წლის 10 სექტემბერს გაცემული აგრემანის საფუძველზე. თუმცა ელჩს რწმუნებათა სიგელები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტისთვის ამ დრომდე არ გადაუცია, რადგან უკვე 8 თვეა გერმანული მხარე არ ნიშნავს ოფიციალურ შეხვედრას საქართველოს ელჩთან. პრაქტიკაში ასეთი რამ პირველად ხდება. პარალელურად ზუსტად ამავე პერიოდში გერმანულმა მხარემ რწმუნებათა სიგელი ჩაიბარა ლიბანის, ბაჰრეინის, ეკვადორის, განას, მონღოლეთის და სხვა ქვეყნების ახლად დანიშნული ელჩებისგან. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ბატონი ალექსანდრე კარტოზია 2025 წლის 1 ოქტომბერს დაინიშნა. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხრიდან 2025 წლის 10 სექტემბერს გაცემული აგრემანის საფუძველზე. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რწმუნებათა სიგელები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტისთვის ამ დრომდე არ გადაუცია, თუმცა რწმუნებათა სიგელების ასლები გერმანიის ფედერალურ საგარეო უწყებას 2025 წლის 17 დეკემბერს ჩაბარდა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, 2025 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე გერმანიის პრეზიდენტმა ლიბანის, ბაჰრეინის, ეკვადორის, განას, კანადის, ნიგერიის, ინდონეზიის, კომორის კუნძულების კავშირის, ფილიპინების, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, ახალი ზელანდიის, მონღოლეთის ახლად დანიშნული ელჩებისგან მიიღო რწმუნებათა სიგელები. ქართულ მხარეს ოფიციალური განმარტება გერმანული მხარისგან არ მიუღია. გერმანიის ფედერალური საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე ასევე არ განახლებულა ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ. მიუხედავად ქართული მხარის მიერ არაერთგზის განხორციელებული ოფიციალური შეტყობინებისა, ქართული მხარისთვის სრულიად გაუგებარია გერმანიის ფედერალური საგარეო უწყების არათანმიმდევრული მიდგომები ქართულ სახელმწიფოსთან.
თბილისიდან გაგზავნილი სამი ოფიციალური ნოტის მიუხედავად გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს პრეზიდენტად ისევ საულმე ზურაბიშვილი, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილია მითითებული. გერმანულმა მხარემ ეს ტექნიკურ ხარვეს დააბრალა და ტექნიკური სამუშაოსთვის ჯერ კიდევ მარტში ორკვირიანი ვადა ითხოვა, თუმცა ინფორმაცია ამ დრომდე არ განახლებულა. გერმანიის ელჩი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არ პასუხობს ჩვენს მიერ გაგზავნილ კითხვებს. უკავშირდება თუ არა ეს გადაწყვეტილებები გერმანიის ხელისუფლების პოლიტიკურ პოზიციას საქართველოს მიმართ. პეტერ ფიშერმა მხოლოდ მისთვის სასურველ მედიას მისცა ინტერვიუ და საქართველოსთან დაკავშირებით ინფორმაციის არ განახლება ვებგვერდის სამომავლო დიზაინის შეცვლას დაუკავშირა. თუმცა ფიშერს აღარ დაუკონკრეტებია, მაშინ რატომ განახლდა ინფორმაცია სხვა ქვეყნების, მაგალითად რუსეთის და სირიის შემთხვევებში. რატომ არის რომ საქართველოს პრეზიდენტად იქ ჯერაც სალომე ზურაბიშვილი წერია, საგარეო საქმეთა მინისტრად კი ილია დარჩიაშვილი. დიახ, ვებსაიტი განახლდება, მალე ჩვენს ვებსაიტს ექნება ახალი დიზაინი და გონივრულ ვადაში დაინახავთ საქართველოს შესახებ ცვლილებებს. ასე ბუნდოვნად იმიტომ ვამბობ, რომ საელჩო და მე ელჩი არ ვმართავთ ვებსაიტს. მე არ ვაკონტროლებ ვებსაიტს. შემიძლია ჩემს კოლეგებს ჩემი მოსაზრება გავუზიარო, მაგრამ საბოლოოდ მე არ ვწყვეტ. ანუ თქვენი პასუხის მიხედვით ეს ტექნიკური საკითხია? არ ვიცი ტექნიკურია თუ არა, მართლა არ ვიცი, არ ჩავღრმავები ვარ. ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანის დაკნინების მცდელობა ოფიციალური ბერლინის მხრიდან პრობლემას არ წარმოადგენს ნაციონალური მოძრაობისთვის. სააკაშვილის პარტიაში დღეს გერმანიის მთავრობის დაცვა წარუმატებლად, თუმცა მაინც სადეს. ხალხის ძალაში მიაჩნიათ, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან გადადგმული ყველა ეს ნაბიჯი შავლაქად პირდაპირ საქართველოში მათ დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე აისახება. რა თქმა უნდა, როცა ასეთ კონფრონტაციაში შედიხარ შენ მეგობარ ქვეყანასთან, ამის შემდგომ შეიძლება ელოდო ასეთ სამწუხარო მომენტებს ჩვენ ურთიერთობაში. ფიშერის განცხადებები არ არის კრიტიკული, ის პირდაპირ ესხმის თავს ქართულ სახელმწიფოს, ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, სახელმწიფო ინსტიტუტებს და პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებს და გადის დიპლომატიური ჩარჩოდან. კითხვაც მაქვს ბატონ ფიშერთან ხელისუფლებაში როგორ გონია ვინ არის დღეს პრეზიდენტი გერმანიას? აბა გადახედოს საიტს. რატომ არ რეაგირებს გერმანიის საგარეო უწყება თბილისის მოთხოვნაზე? ვიცე-პრემიერი ბერლინის უპატივცემულო დამოკიდებულებაზე საუბრობს, რაც მამუკა მდინარაძის განცხადებით გასაკვირი არ არის გერმანიის ელჩის ქმედებების ფონზე, რომელიც მის დიპლომატიურ საქმიანობას გამუდმებით ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმისთვის იყენებს. სახელმწიფოს მიმართ იქნება პოზიტიური დამოკიდებულება, თუ მათი დავალებების შემსრულებლები იქნებიან ქვეყნის სათავეში. ამიტომ სახელმწიფოს მიმართ კი არა, მისი დამოუკიდებლობის და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიმართ პრობლემად უნდა განვიხილოთ, მათ პრობლემა აქვს ამ გადაწყვეტილებასთან. ელჩის ფიგურაა, რომელიც დედაქალაქს აკეთებს ინფორმაციას. და მისი ინფორმაცია ინტენსიურად არასწორია, როგორც ამას ხედავთ განცხადებებში, რია განცხადებებში, არასწორად ახასიათებს საქართველოს თითქოს და ჩვენ შევაჩერეთ ევროპისაკენ. სულ მაშინ, როდესაც მსოფლიოს ყველა ინსტიტუტი გვეუბნება, რომ საქართველოა მოწინავეთა შორის იმ სტანდარტების მიღწევაში, რასაც განაპირობებს ეს ასოცირების ხელშეკრულება. რაც მალე დაასრულებს ეს ადამიანი მოღვაწეობას საქართველოში და იმედია ჩანაცვლდება ბოლო უფრო საზრიანი დიპლომატით, უკეთესი იქნება ქართულ-გერმანული ურთიერთობებისთვის, იმიტომ რომ რაც რო გადის ფიშერისგან სულ უფრო და უფრო მეტად გვესმის იმდენად ზღვარს გადასული, არ ვიცი მე, ტყუილიც. თუმცა გერმანიის საგარეო უწყებაც რატომ ხდება? სხვა ქვეყნების შემთხვევაში ინფორმაციის განახლებები პერიოდულად, მაშინ როდესაც საქართველოს შემთხვევაში დაფიქსირდა თითქმის წელიწად ნახევრიანი შეფერხება, ან რა მოტივით აჭიანურებს ბერლინი საქართველოს ელჩის აკრედიტაციას. პეტერ ფიშერი ჩვენს კითხვებს ტრადიციულად უპასუხოდ ტოვებს. საქართველოს შტატებს შორის ურთიერთობების პოზიტიური იმპულსების ფონზე ოპოზიციამ ანტიამერიკული რიტორიკა გაააქტიურა. ამჯერად დონალდ ტრამპთან დაკავშირებით ამცინავი და შეურაცხყოფელი შინაარსის პოსტი მიხეილ სააკაშვილმა გამოაქვეყნა. მან შტატების პრეზიდენტი ბანგლადეშელ ხარს შეადარა და სტატუს შესაბამისი ვიდეოც დაურთვა. მოგვიანებით კი უარყოფითი რეაქციების შემდეგ სტატუსი წაშალა. პატიმარი სააკაშვილის გამართლება დღეს ცადეს ნაციონალურ მოძრაობაში, თუმცა სატელევიზიო არქივი მრავლად ინახავს ოპოზიციისა და მათი ლიდერის მხრიდან ტრამპის წინააღმდეგ გაკეთებულ შეურაცხყოფელ განცხადებებს. სოსოალისაშვილი გიამბობთ. მიხეილ სააკაშვილი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ნაცმოძრაობის ლიდერმა სოციალურ ქსელში ბანგლადეშელი ხარის ვიდეო გააზიარა და ის შტატების პრეზიდენტს შეადარა, თუმცა გამოქვეყნებიდან ერთი დღის შემდეგ წაშალა. ბანგლადეშელი ხარი საოცრად გავდა დონალდ ტრამპს.
ნაცმოძრაობაში დამამცირებელსა და დამაკნინებელს მათი ლიდერის პოსტში ვერაფერს ხედავენ, თუმცა არ აქვთ პასუხი მაშინ რატომ წაიშალა ბანგლადეშელი ხარის ვიდეო სააკაშვილის გვერდიდან და თავის მართლების რეჟიმში არიან. მიხეილ სააკაშვილს უბრალოდ ეს სტატუსი ანალოგად არ მიემართება ვინმეს დაგდნებას და შეურაცხყოფას. არ ვიცი ახლა რატო წაიშალა, ხო არ ვიცი რა გიქნება. შეურაცხყოფელი თუ არ არის რატომ წაიშალა? არ ემსახურებოდა არავის დაგდნებას და შეურაცხყოფას. არ ვიცი, მათ უნდა ვკითხოთ ახლა ვიც წაშალა თუ წაშალა, ვის ესაუბროთ ვერ მეხდი. თვითონ წაშალა პოსტი? აღარ არის ეს ვიდეო აღარ იძლევა. არ ვიცი, ვერ ვეტყვი. სააკაშვილის გუნდში მათი ლიდერის მხრიდან შტატების პრეზიდენტის საჯარო დამცირების მიუხედავად მაინც ამტკიცებენ, თითქოს სააკაშვილი ტრამპთან მეგობრობს. ნაცმოძრაობაში არაფერს ამბობენ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის წარსულ განცხადებებზე თუ როგორ მოიხსენიებდა შტატების პრეზიდენტს სააკაშვილი ოლიგარქად და რუსეთის პროექტად. მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ჰქონდა ძალიან კარგი ურთიერთობები დონალდ ტრამპთან, მათ შორის პირადი ურთიერთობები. არ არის შემოწმება ტრამპმა სააკაშვილი ოლიგარქს და რუსულ პროექტს უწოდებდა მას. არ უწოდებდა. მაინც რაღაც ოლიგარქიული ინსტინქტები ტრამპს არ ასეთი არის ოლიგარქის ბუნება. არ გასწორდება ზაღლის კუდი. დონალდ ტრამპზე თავდასხმა რომ ოპოზიციის მხრიდან სიახლეს არ წარმოადგენს, ამაზე არქივიც მეტყველებს. საზოგადოებამ სხვადასხვა დროს ეს არაერთხელ იხილა. არსებობს ყალბი ამერიკაც. ეს დონალდ ტრამპია. სოფლიო მასხარას ეძახდნენ წლების განმავლობაში, მაგრამ ეს კლოუნი ბოროტი კლოუნი აღმოჩნდა. კი, თქვენო უდიდებულესობა, ქვენც უნდა განიკურნოთ. მორჩა, დემოკრატიამ გაიმარჯვა, ცივილიზებული სამყარო გადარჩა. შეგვიძლია ოფიციალურად თქვათ, რომ გამორჩეული მთლიანობის ადამიანი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგი პრეზიდენტია. ღმერთმა დალოცოს ამერიკა, დემოკრატია მუშაობს. სოფლიო უბრუნდება კანონზომიერებას. მალე საქართველოშიც. ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველი პრეზიდენტი იქნება, რომელსაც სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ ასწდება ოვალური ოფისის დატოვების შემდეგ. მეგობრებო, ტრამპი არის ცუდი სიზმარი. ტრამპი არის ჯუნგლი და ღორობა, არსებითად სატანა, რომელიც მუდმივად ცხოვრობს ადამიანში. საქმე ისაა, მას არ დაემორჩილო, იგი არ გაახარო. უკრაინაში პრეზიდენტ ზელენსკის რეიტინგი იზრდება, ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტ ტრამპის რეიტინგი მცირდება. რა საშინელებაა დიქტატურა, ამას ნათლად ვხედავთ ტრამპის განცხადებების ფონზე. მსოფლიოში უძლიერესი სახელმწიფოს მეთაური დღეში რამდენიმე ტყუილს ამბობს. დონალდ ტრამპის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას დღეს ვიცე-პრემიერიც გამოეხმაურა მამუკა მდინარაძის განმარტებით, გარე დირექტივების შემსრულებელი ძალები განსაკუთრებით მაშინ აქტიურდებიან, როდესაც საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობების დაახლოებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს ხედავენ, რაც აშინებთ. ისინი ამ მიდგომას გაამკაცრებენ, გაახისტებენ, გააღვივებენ. მას შემდეგ, რაც უფრო დათვება საქართველოს-ამერიკის ურთიერთობები. იმიტომ რომ ეს მათთვის არის კატასტროფის ტოლფასი, ისინი მთელ ნარატივს მიუხედავად იმისა, რომ ეს მათთვის შეიძლება პიარულად, როგორც ხშირად ამას უფრო აქცენტენ ყურადღებას, არ იყოს მონგებიანი, ცდილობენ დაზიანებას საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების, ოღონდ ყოველგვარი არგუმენტების გარეშე. მმართველ გუნდში ბოლო წლების განმავლობაში ოპოზიციონერების მიერ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს იხსენებენ და განმარტავენ, რომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ოპოზიციის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მიერ წარმოებული კამპანიები საზოგადოებისთვის სიახლეს არ წარმოადგენს. შტატების პრეზიდენტის დამცირებისა და დაცინვის მცდელობების მიზანს კი საქართველო-ამერიკის ურთიერთობების დაზიანება წარმოადგენს. ზიზღი აქვთ კონკრეტულად ტრამპის მიმართ, ქონდათ აქვთ და მომავალში თუ კი ეს ურთიერთობა საქართველოს და ამერიკას შორის პოზიტიური ხაზით განვითარდა კიდევ უფრო ინტენსიურად, რასაც ჩვენ ველოდებით, ეს ზიზღი და მიუღებლობა იქნება კიდევ უფრო ინტენსიურად გამოხატული. ეს არ არის პირველი ამბავი, როდესაც ტრამპის მიმართ თავის გულისხმას ესე ავლენენ რადიკალები საქართველოში ნეგატიურ ჭრილში. გვახსოვს ჩვენ კარგად კვარამიას გამონათქვამები, თუ კი კოლექტიური ნაცმოძრაობისთვის რაღაც მოცემულობაში ვინმე და რამე არ მიუღებელი, მათ არ აინტერესებთ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა, ამ ურთიერთობის გაუმჯობესება. დღემდე ჯიხს ირტყავდნენ გულზე და ამბობდნენ, რომ შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობა სწორედ მათი დამსახურება იყო.
ხალხის ძალაში უსვამენ ხაზს, რომ ქვეყნის ფარგლებს გარედან მართული ოპოზიცია და NGO სექტორი ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში საქართველოს ხელისუფლებას შტატებზე თავდასხმას ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე აბრალებდა. დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიური ხასიათის შეტევებზე კი რეაგირება არ აქვთ, რაც მათ ორმაგ სტანდარტზე მეტყველებს. როცა ამერიკის მოქმედ პრეზიდენტს ხარ შეადარებდა ასე შემდგომ, მე მგონი ეს კარგს არაფერს არ უნდა ნიშნავდეს, ხო? და მე ველოდები ახლა NGO სექტორის, განსაკუთრებით ნაცმოძრაობის ხარდამჭერი NGO სექტორის ექსპერტების, ეგრეთ წოდებული კრიტიკული ტელევიზიის კითხვებს ველოდები, რას ნიშნავს, როცა მათი ბელადი პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებს ამერიკის მოქმედ პრეზიდენტს. მართალია სააკაშვილმა დონალდ ტრამპის ბანგლადეშელ ხართან შედარების შემდეგ ვიდეო წაშალა, თუმცა არქივი ნაცმოძრაობის ლიდერის ამერიკის პრეზიდენტისადმი მიძღვნილ შეურაცხმყოფელ ეპითეტებს ინახავს. ოპოზიციური დაპირისპირება ახალ მასშტაბებს იძენს, ყოფილ თანაგუნდელებს სააშკარაოზე გამოაქვთ ნაცმოძრაობაში წლების მანძილზე ნაგროვები აგრესია. პოლიტიკური ომი ძირითადად წერილობით ჯანში მიმდინარეობს, არ ერიდებიან ერთმანეთის საჯარო შეურაცხყოფასაც. კონფლიქტი გამწვავდა პატიმარ სააკაშვილსა და პატიმარ მელიას შორის. ნაცმოძრაობის ლიდერმა მისი მხილების შემდეგ პარტიის ყოფილი თავმჯდომარე უმადურობაში დაადანაშაულა, გაწეული ამაგი შეახსენა და აღნიშნა ისიც, რომ მცდელობების მიუხედავად მისგან ვერაფერი დააყენა. პარალელურად მწვავე დაპირისპირება გრძელდება ყოფილ და მოქმედ ნაციონალებს შორის. დეტალებით ნანუკა წითელაშვილი. შეურაცხყოფები, ურთიერთ ბრალდებები, ღალატში დადანაშაულება. ეს სააკაშვილი ბოკერია გვარამიას გაერთიანების ყოველდღიურობად იქცა. ალიანსში არსებული დაპირისპირება სულ უფრო და უფრო მწვავდება. ეპისტოლარულ ჟანრსაც გასცდა და მოიცვა არა მხოლოდ სხვადასხვა ტელევიზიების პირდაპირ ეთერები, არამედ მათი პირადი ჩატებიც. ოპოზიციის ლიდერები ახლა ყველა სივრცეში მხოლოდ ერთმანეთზე თავდასხმით და შეცდომების ერთმანეთზე გადაბრალებით არიან დაკავებულები. პოლიტიკური დაპირისპირების მთავარი მოქმედი პირი კი მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტია. მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პასუხს აგზავნის და ნიკა მელიას მის მიერ გაწეულ ამაგს ახსენებს. ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ამბობს იმასაც, რომ მიუხედავად მცდელობებისა, მელიასგან ვერაფერი დააყენა. ახლა კი მელია იმავე პოლიტიკურ ჭაობში აღმოჩნდა, სადაც ოქრუაშვილი, ბოკერია და სხვები არიან. უამრავ წარმატებულ ფიგურას მივეცი საგზური ცხოვრებაში, როგორც აქ, ისე უკრაინაში არის ხალხი, რომლისგანაც ვერაფერი დავაყენე მიუხედავად დიდი ძალისხმევისა. სამწუხაროდ მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა ნიკა მელია, რომელსაც ძალიან ბევრჯერ ბევრი რამე გავუტარე, მათ შორის ჩემზე სრულიად გაუგებარი თავდასხმები წლების განმავლობაში. თუ ჩემი პოლიტიკა არასდროს მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ნაციონალურ მოძრაობაში. სულ მქონდა იმედი, რომ რამე დადგებოდა მისგან, ყველანაირად ვუჭერდი მხარს და ვაიგნორებდი სკეპტიკოსებს, რომლებიც მიმითითებდნენ მის განათლების არქონაზე და უიდეობაზე. ბოლოს მაინც მარცხი განვიცადე და მელია აღმოჩნდა იმავე ჭაობში, სადაც უკვე არიან ოქრუაშვილი, ბოკერიები და ზოგი სხვაც. გულწრფელად მენანება ის ამ როლისთვის, მაგრამ უკვე არაფრის გაკეთება აღარ შემიძლია სინანულის გამოთქმის გარდა. სააკაშვილის წერილი მალევე იპოვა ადრესატმა ნიკა მელიამ ყოფილ უფროს სიმართლის თქმისა და მოღალატეების ღიად დასახელებისკენ მოუწოდა. 2021 წლის ბოლოდან ეჭვიანობამ თავის იქნა და მოხდა ის, რაც მოხდა. თუმცა ძალიან ბევრი რამ ფართო საზოგადოებამ ჯერ არ იცის და მალე უნდა შეიტყოს სიმართლე. კონკრეტული შეუვალი ფაქტებით ყველა კვანძი უნდა გაიხსნას და ამის შემდეგ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ყველა შეძლებს სწორი დასკვნის გაკეთებას. ეს არ არის ჩემი მხოლოდ შეგრძნება, ეს არის ჩემი შეგნება და ცნობიერი შესმენა. ლიდერის დასაცავად ნიკა მელიას ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრებიც დაუპირისპირდნენ. ყოფილი თავმჯდომარე ტყუილების თქმაში დაადანაშაულებს ბრალდებებს კი აბსურდული უწოდეს. შეახსენეს წარსულიც ის დრო, როდესაც ნიკა მელია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის, ხოლო ნიკა გვარამია მთავარი იდეოლოგიის პოსტს იკავებდა. ასეთ ბრალდებები არის აბსოლუტურად არაადეკვატური თქო, რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მას ყოველთვის ხონდა ხოლმე საქმიანი შენიშვნები და რჩევები ოპოზიციის მიმართ. მათ უსე უკეთესი იქნება, რომ გამოიყენონ. 21-ში ესენი მთავარი ტიპები იყვნენ ნაციონალურ მოძრაობაში, მთავარ გადაწყვეტილებებს იღებდნენ, მთავარი ინფორმაციები მათ ჰქონდათ. ჩვენ ვიგებდით მერე ამ ინფორმაციებს და ვის საყვედურობს მელი, ანუ 21-ში თუ გაიგაროთ სააკაშვილი შეკრული იყო ხოცებთან, რა მოათმენინა, რომ ეს არ თქვა, კაცო. აი რა მოათმენინა, რა შუაში აქ მიშა ციხეში იჯდა და ამის შემდეგ სანამ არ გააგდეს, როგორც თვითონ ამბობ, ჩუმად იყო. კაცი რო იმას იტყვი. პოლიტიკოსზე ხო ლაპარაკი აღარ არის, რომ სადაც მიშა სააკაშვილია, იქ სახელმწიფო ინტერესი არ არის. ესე იგი, საერთოდ ამ ქვეყანაზე არ ახარ. და იქ მიხეილ სააკაშვილი თუ ვერ დაინახე და სახელმწიფო ინტერესი ვერ დაინახე, აბა რა გინდოდა ნაციონალურ მოძრაობაში?
აბა რას გაყვიროვდი მიხეილ სააკაშვილს და მიხეილ სააკაშვილს და სანამ არ გახვიდოდი მანამდე რომ მიხეილ სააკაშვილზე ლაპარაკობდი და მე მიშას ხარდამჭერი ვარ ლაპარაკობდი თუ იქ სახელმწიფო ინტერესი ვერ დაინახე დალოცვილო მაშინ შენზე უფრო დიდი მატყუა რა კაცი არ ყოფილა მაშინ ქვეყანაზე ხო ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილის ეპისტოლარულმა დაპირისპირებამ არამხოლოდ თანაგუნდელები, არამედ ოჯახის წევრებიც მოიცვა. ანზორ მელიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი ახლა გაბრაზებულია, რომ არაჟნების კონტეინერით ჩამოსვლის შემდეგ მას თბილისში არავინ დახვდა. გულს კი მის შვილზე თავდასხმით იჯერებს. გაჩერდეს თავს ნუიჭრის სირცხვილია ნიკა თუ ჭაობში აღმოჩნდა შენ რაში აღმოჩნდიო კითხოს ვინმე მარაჟანში და ნაყინებში რომ იჯდა 2 დღე და არავინ რომ არ დახვდა ახლა გაბრაზებულია და ყველაზე ჯავრს იყრის ცხვენოდეს ამ ყველაფრის სააკაშვილი ბოკერია გვარამიას ალიანსში არსებულ დაპირისპირებას სახელისუფლებო გუნდის შეფასებით ერთი მიზეზი აქვს ოპოზიციურ პარტიებს საერთო ღირებულებები არ გააჩნიათ და მხოლოდ გარე დავალებების შესრულებაზე არიან ორიენტირებული ეს არის მორიგი მცდელობა გადაათამაშონ სხვანაირად პოლიტიკური სპექტრი საკუთარ რიგებს შორის და ამით გატესტონ საზოგადოებრივი განწყობები. დაშალეს და აკუცმაც ეს უპერსპექტივო გახდა გაცოძრაობა, ახლა აწებებენ ძალით, არ წებდება, არა აქვს საერთო იდეოლოგია, ვერ შედგება ერთობა. თუ შედგება გარედან თუ შეფუთავენ მათი მაგალითად ტელევიზიები ეს იქნება ძალიან ხელოვნური, რომელიც ასევე უპერსპექტივო იქნება. ყველას, ვინც დღეს აკრიტიკებს სააკაშვილს, ან პირდაპირ აქვს ჩადენილი დანაშაულებები, ან ხელი აქვს შეწყობილი და ეს იმას არ ნიშნავს, რომ კოლექტიური ნაცნობრაობის იდეა მკვდარია. კოლექტიური ნაცნობრაობა არსებობს, თვითყოფადია. სააკაშვილი იქნება სათავეში მელია თუ ბოგუჩავა, თუ ლევან ხაბეიშვილი. თვითყოფადია ეს. იმიტომ რომ შინაარსი არ იცვლება. ეს არის დაპირისპირება რადიკალებს შორის, ეს არის ბრძოლა პირველობისთვის, აქ არის აშკარად და თვალსაჩინოდ წარმოჩენილი ის მრუდე დღესასრიგი და ნიადაგი, სადაც არის დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, იყო გუშინ და მათი საქმიანობიდან გამომდინარე და ამ სადისტური რეჟიმის შემოქმედებიდან გამომდინარე, ასევე იქნება ხვალაც. ეს არის ის მოცემულობა, რაც არის და ვერანაირი კიდევ ერთხელ მეორე ნიანგისმრებლები ამ სიტუაციას ვერ შეჩვენს. შექმნიდან 3 თვის თავზე სააკაშვილი ბოკერია გვარამიას ალიანსის ანგარიშზე ერთი წარუმატებელი აქცია რეგიონში ათეულობით პარტ-აქტივთან დახურული შეხვედრები და უამრავი დაპირისპირება. ევროატლანტიკური უსაფრთხოება, თავდაცვის გაძლიერება და რეგიონული გამოწვევები საქართველოს პარლამენტის მუდმივ მოქმედი დელეგაცია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს. ვილნიუსში გამართულ შეხვედრებზე განხილვის მთავარი თემები რუსეთისგან მომდინარე საფრთხეები, უკრაინაში მიმდინარე ომი და ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების მედეგობის გაძლიერების საკითხებია. დისკუსიებზე ყურადღება გამახვილდა თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, მათ შორის თავდაცვის ხარჯების ზრდასა და შეერაღების მოდერნიზაციაზე. ქართულმა მხარემ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის განცხადებაც შეაფასა, რომელმაც უკრაინას თავდაცვითი ტექნოლოგიების მოწინავე ლაბორატორია უწოდა. უკრაინა დღეს ყველაზე განვითარებული რეალური პრაქტიკული ლაბორატორიაა მსოფლიოში. თავდაცვითი ტექნოლოგიების, უპილოტო სისტემების, ელექტრონული ბრძოლის, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მიზნის ამოცნობისა და მრავალი სხვა მიმართულების. ამიტომ იმედი მაქვს, რომ ბევრი თქვენგანი შეძლებს ფორუმში მონაწილეობის მიღებას. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, შეისწავლეთ თანამშრომლობის იდეები და საკუთარ დედაქალაქებში. დაბრუნდით კონკრეტული წინადადებებითა და ინიციატივებით. სესიაზე განხილვის მთავარი საკითხებია რუსეთთან მომდინარე ჰიბრიდული და კონვენციური სამხედრო საფრთხეები, ასევე რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ნატოს წევრ ქვეყნებში სავალდებულო სამხედრო სამსახურის პერიოდის გახანგრძლივება, ასევე სამხედრო ტექნოლოგიების და ინოვაციებში უფრო მეტი ინვესტიციების ჩადება და ზოგადად ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების გაძლიერება. ჩვენ ამ ღონისძიებაში მონაწილეობთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად დავაახლოვოთ საქართველოს და ნატოს საპარლამენტო განზომილება. იყო ძალიან საინტერესო შეფასებები, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ყველაზე საყურადღებო იყო ის შეფასებები, რომ დღეს უკრაინა წარმოადგენს ერთგვარ ლაბორატორიას, ბევრი მიმართულებით, მათ შორის ტექნოლოგიების გამოხსნის და ასე შემდგომ, რაც ბევრ რაღაცაზე შეიძლება მეტყველებდეს, თუმცა ზოგადად სამწუხარო,
როდესაც ამხელა თავგანწირვის მიუხედავად ამხელა თავგანწირვის ფონზე ქვეყანა აღიქმება როგორც ლაბორატორია და იმის ნაცვლად რომ ნამდვილად გულწრფელად ედგნენ უკრაინელებს გვერდში და ხარს უჭერდნენ ამ პროცესში, უყურებენ ამ ქვეყანას როგორც აი ესეთ პროცესს, სადაც შეიძლება საკუთარი უკეთესი ტექნოლოგიები გამოსცადონ. კიდევ ერთი ისტორიული შედეგი კარგი მთავრობის ინდექსში და ხელისუფლების სწორი პოლიტიკის მორგი აღიარება. კეთილსინდისიერი ლიდერობა, სასამართლო სისტემისა და ბიუროკრატიის ხარისხი, სტაბილური ბიზნეს რეგულაციები, გამჭვირვალობა, ინვესტიციების მოზიდვა. ამ ინდიკატორებში მსოფლიო მასშტაბით საქართველოს მთავრობამ განსაკუთრებულად მაღალი რეიტინგი მოიპოვა. მონაცემებს ჩენდრარის ინსტიტუტი აქვეყნებს. გლობალურ რეიტინგში კარგი მთავრობის ინდექსით საქართველო 50 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა და შეფასების 100%-იანი სისტემით 60.3% მიიღო, რითაც ისტორიაში მეორედ გადააჭარბა 60%-იან ზღვარს. ქვეყნის მორგი წარმატების შესახებ თეკლა ბესტავაშვილი გიამბობთ. საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მორიგი წარმატება ჩენდლერის ინსტიტუტის 2026 წლის კარგი მთავრობის ინდექსის მიხედვით ქვეყანა მსოფლიოს 50 საუკეთესო სახელმწიფოს შორის დასახელდა და მაღალ საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების საუკეთესო სამეულში მოხვდა. ამ რეიტინგით ჩვენი ქვეყანა წინ უსწრებს ევროკავშირისა და ნატოს წევრ 7 ქვეყანას და ევროკავშირის კანდიდატ ყველა სახელმწიფოს. რეგიონში კი საქართველო პირველ ადგილზეა. მნიშვნელოვანი არის, რომ ინდიკატორები, რომლებიც კვლევაში არის წარმოდგენილი, არის კეთილსინდისიერება, სასამართლო სისტემის ხარისხი, ბიუროკრატიის ხარისხი, ბიზნეს რეგულირების სტაბილურობა, ასევე უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. ყველა ამ მიმართულებით ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ჰქონდა მნიშვნელოვანი შედეგები, თუმცა რასაკვირველია საკმარისი არ არის და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ მიმართულებით მომავალ წლებში უკეთესი შედეგები გქონდეს. მიუხედავად ყველა ანგარიშში საქართველოს მოწინავე პოზიციებისა, ვიცე-პრემიერი ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს ხედავს. მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი და სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციები, რომლებიც რეალურად, ობიექტურად ასახავენ ხოლმე საქართველოში არსებულ ვითარებას და სხვებს მოწინააღმდეგეებს ამ სიკეთეებისა და ქართული ხელისუფლების ამავდროულად არ უნდათ ხოლმე ამის გაგონება. იმიტომ იქცევიან ასე, რომ ეს ობიექტური შეფასებები მათთვის არის მიუღებელი და დამაზიანებელი. კარგი მთავრობის ინდექსი და ამაში ლიდერობა ნიშნავს ობიექტურ კრიტერიუმებზე, ანუ ფაქტობრივ მოცემულობაზე და არა კლიშეებზე. კარგი მთავრობის ინდექსი სახელმწიფოს ლიდერობას, შორს მჭვრეტელობას, კეთილსაიმედო კანონებსა და პოლიტიკას, ძლიერ ინსტიტუტებს, ფინანსურ მეურვეობას, მიმზიდველ ბაზარს, გლობალურ გავლენასა და რეპუტაციას და ხალხის მდგომარეობის გაუმჯობესებას აფასებს. საქართველოს ხელისუფლებამ აღსანიშნავად მაღალი რეიტინგი მოიპოვა შემდეგ ინდიკატორებში: კეთილსინდისიერი ლიდერობა, სასამართლო სისტემის ხარისხი, ბიუროკრატიის ხარისხი, სტაბილური ბიზნეს რეგულაციები, გამჭვირვალობა და ინვესტიციების მოზიდვა. საქართველოს ლიდერობს შავ ზღვისპირეთში, კავკასიაში და ერთ-ერთი წარმატებული სახელმწიფო მსოფლიო მასშტაბით ამ თვალსაზრისით საქართველოს აძლიერებს თავისი განვითარებას და აგრძელებს განვითარებას. დარწმუნებულია, რომ 2030 წლისთვის საქართველოს გახდება მაღალშემოსავლიანი ქვეყანა. რეიტინგში ხაზგასმულია ის წარმატება, რომელიც საქართველოს გააჩნია ეფექტიანი მმართველობის და იმ რეფორმების მიმართულებით, რომელიც ზოგადად აუმჯობესებს ქვეყნის ეფექტიანობას, აუმჯობესებს მიწოდებული სერვისების ეფექტიანობას, ყურადღება გამახვილებულია ასევე სახელმწიფო სერვისების დიჯიტალიზაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე. ამ მიმართულებით კი საქართველოს წარმატებული შედეგები და ლიდერის პოზიციები საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ თუ ევროპელი ბიუროკრატები პოლიტიკურ ინტერესებს გვერდზე გადადებენ, ჩვენი ქვეყნის წარმატებისა და პროგრესის დანახვა გაცილებით მარტივი იქნება. ეს კვლევა და სხვა კვლევები, რომელიც ინტენსიურად ქვეყნდება, ძალიან სერიოზულ ქარბოქს წარმოშობს იმ პროპაგანდისტულ ველზე, რომელიც შექმნილი აქვს ექსტრემისტებს და მე ვფიქრობ, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ველი როგორმე იქნება რაიმე საპირისპირო ინფორმაციით გამოვიდნენ. კიდევ ერთი მოცემულობა, როდესაც თვლად იმდგენელი არ აძლევს საშუალებას მოცემულობას ევროწიახს, რომ ის პოლიტიკური რეცენზიები დაწერონ საქართველოსზე, რაც სურთ. როდესაც აშკარაა პროგრესი თვლად განზომილებაში, საქართველოს მე-7 ადგილი დაიკავა, გაუსწრო ევროკავშირის ქვეყნებს, ყველა კანდიდატ ქვეყანას 60-ზე მეტი
დახმარება იყო ამ მოცემულობაში და ამით პასუხი გაცა რაღაცა ყოველდღიურ გავეშებულ ორი სტანდარტით გაჯერებულ დამოკიდებულებას საქართველოს ხელისუფლებისადმი, რასაც ჩვენ ვაწყდებით ევრობიუროკრატიის მხრიდან. 99% შემთხვევაში ხდება ისე, რომ ევროკავშირი, ევროპარლამენტი იღებს რეზოლუციას, აკეთებს განცხადებას და მაშინ როცა მათივე ინსტიტუტები აფასებენ მე საქართველოს ყველა მიმართულებაში და ყველა სეგმენტში პოზიტიურად წინსვლას. მათ შორის ახლა მთავრობის კეთილსინდისიერების კუთხით, გამჭვირვალობის კუთხით, ეკონომიკური განვითარების კუთხით და ამ დროს გებულობთ ხოლმე ევროკავშირიდან პირიქით ნეგატიურ განცხადებებს და მე მგონია რომ კომპეტენტურ სახელმწიფო და მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებს უნდა ვენდოთ საქართველოსთან მიმართებაში. სოფლიოს მოწინავე საერთაშორისო შემფასებელი ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში გაეროს, სოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, სოფლიო ეკონომიკური ფორუმისა და სხვა საერთაშორისოდ აღიარებული გლობალური შემფასებელი ორგანიზაციების პროფილურ კვლევებსა და ანგარიშებს ეყრდნობა. მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანების დღეს აღნიშნავს, დილიდან ხალხმრავლობა იყო სოფელ ფოკაში. წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში სადღესასწაულო პარაკლისი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა აღავლინა შიო მესამე მრევლს ქადაგებით მიმართა და ნინოობა მიულოცა. პარაკლისს დაესწრო მთავრობის მეთაურიც. ირაკლი კობახიძე მონასტრის წინამძღვარს იღუმენია ელისაბედ შეხვდა და დღევანდელი დღე მიულოცა. დღეს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრებთან ერთად ახალქალაქის მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის მუზეუმი დაათვალიერა. მთავრობის მეთაურს და პატრიარქს სამღვდელმთავრო რეზიდენციაში უმასპინძლა ახალქალაქის ყუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით დღეიდან მასშტაბურ სახეს მიიღებს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები, რომელიც სვეტიცხოვლობის დღესასწაულის ჩათვლით გაგრძელდება. ეს არის მაცხოვრის შობის სახელები, არა დედა? დიახ. აი ესეთი მახსოვს მე. მაშინ კეთდებოდა ეს თების ეს. თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ბავშვებზე მორგებული სამედიცინო სერვისები. რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პედიატრიული განყოფილება ამოქმედდა. პაციენტებისთვის ხელმისაწვდომია მრავალპროფილური დიაგნოსტიკა და სრული ლაბორატორიული კვლევები, მათ შორის კომპიუტერული და მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია. ახალი სერვისებით ისარგებლებენ როგორც რეგიონის, ისე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პატარები. ამასთან ბავშვთა მულტიფუნქციური პედიატრიული კლინიკა შენდება ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარედაც. ახალი ინფრასტრუქტურა ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულა. ლევან წუწუნავა გიამბობთ. რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახლად გახსნილმა პედიატრიულმა განყოფილებამ პირველი პაციენტები უკვე მიიღო. სამედიცინო სივრცეში მრავალპროფილური დიაგნოსტიკა და სრული ლაბორატორიული კვლევებია ხელმისაწვდომი. პატარა პაციენტებისთვის უზრუნველყოფილია ისეთი მაღალტექნოლოგიური პროცედურები, როგორებიცაა კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. აპარატურა სრულად არის ადაპტირებული ბავშვთა საჭიროებებზე. კლინიკას ჯანდაცვის მინისტრი ესტუმრა. მიხეილ სარჯოლაძემ ყურადღება რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს სტრატეგიულ მნიშვნელობაზე გაამახვილა. ორმაგად მნიშვნელოვანია, რომ ასეთი სერვისები ხელმისაწვდომი იყოს რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. რეგიონული ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით არის ეს მნიშვნელოვანი და იმავდროულად რუხის განსაკუთრებული მისიიდან გამომდინარე ჩვენთვის განსაკუთრებული ინტერესისა და ყურადღების საგანია, რომ რუხში ასეთი სერვისები იყოს ხელმისაწვდომი. რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო ეტაპობრივად ვითარდება. კლინიკა დღეს რეგიონს ისეთ სამედიცინო სერვისებს თავაზობს, რომელთა მისაღებადაც წლების განმავლობაში პაციენტებს დედაქალაქში გამგზავრება უწევდათ. პედიატრიული განყოფილება მაღალკვალიფიციური კადრებითაა დაკომპლექტებული, რაც პაციენტების სრულფასოვან მომსახურებას უზრუნველყოფს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენთან შემოსული თითეული პატარა პაციენტი, რომელიც ჩვენ კლინიკას მომართავს, აბსოლუტურად ადეკვატურ და კარგ სერვისს მიიღებს. პედიატრიული მიმართულების განვითარება რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კვლავაც გაგრძელდება. უახლოეს პერიოდში იგეგმება ბავშვთა რეანიმაციისა და ქირურგიული პროფილის განყოფილებების ჩამოყალიბებაც. ამ ეტაპზე კლინიკა პედიატრიული მიმართულებით 3 სივრცეს მოიცავს.
ეს არის ამბულატორია, სადაც სტარტდება გეგმიური კვლევები და გეგმიური ვიზიტი ხორციელდება. შემდეგი სივრცე ეს არის emergency-ს განყოფილება, სადაც 24/7-ზე შეუძლია მომართოს პაციენტმა სხვადასხვა ჩივილებით. ლაბორატორიული ინსტრუმენტალური კვლევების და შემდგომი განმეორებითი გასინჯვის საფუძველზე ბავშვი ან გაეწერება განყოფილებიდან უბნის ექიმის მეთვალყურეობის რეკომენდაციით, ან მოთავსდება კლინიკის პედიატრიულ განყოფილებაში. ჯანდაცვის სამინისტროსთვის პედიატრიული მიმართულება ერთ-ერთი პრიორიტეტია. ბავშვთა მულტიფუნქციური პედიატრიული კლინიკა შენდება ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარედაც. ახალი, თანამედროვე მრავალპროფილური სამედიცინო სივრცე სრულად დაფარავს აჭარისა და მიმდებარე რეგიონების საჭიროებებს. სამუშაოების მიმდინარეობას ჯანდაცვის მინისტრი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად გაიცნო. ის რაც საჭიროება დღეს შეიძლება იკვეთებოდეს პედიატრიული მიმართულებით აჭარის რეგიონში და არა მხოლოდ არამედ მიმდებარე რეგიონებშიც პრაქტიკულად თლიანად ამ სერვისების დაკმაყოფილება მაღალხარისხიანად განხორციელდება სწორედ ამ დაწესებულების მეშვეობით. ძალიან დიდი იყო მომართვიანობა ბათუმში უკვე არსებული იაშვილის კლინიკის დონეზე, ამიტომ ჩვენ უკვე რამდენიმე წლის წინ მივიღეთ აღნიშნული გადაწყვეტილება და რამდენიმე თვეში სრულდება ეს მშენებლობა. ბათუმის ბავშვთა მულტიფუნქციური პედიატრიული კლინიკა 91 საწოლზეა გათვლილი. სამედიცინო სივრცე გააერთიანებს სრულფასოვან თერაპიულ, ქირურგიულ და რეანიმაციულ განყოფილებებს. შენობის პირველ სართულზე მოეწყობა თანამედროვე ჰემოდიალიზის ცენტრი, რომელიც ერთდროულად 18 პაციენტის მიღებას შეძლებს. 1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა, საბავშვო აქტივობები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. დღესასწაული აღინიშნა პარლამენტში თარიღთან დაკავშირებით. საკანონმდებლო ორგანომ პატარებს ღონისძიებით ჩვენი პარლამენტი უმასპინძლა. პროგრამის ფარგლებში გაიმართა წიგნისა და ანიმაციის ჩვენი პარლამენტი პრეზენტაცია, ასევე კონკურსის ჩემი თვალით დანახული პარლამენტი გამარჯვებული ნამუშევრების გამოფენა. ღონისძიებას განათლების მინისტრის მოადგილე, პარლამენტის წევრები, მათი შვილები, კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები და მზრუნველობა მოკლებული ბავშვები ესწრებოდნენ. თუკი აქამდე ჩვენ სისტემატურად ყავდა სკოლის მოსწავლეები, სხვა ჯგუფები პარლამენტში, ექსკურსიით, დათვალიერებით, შინაარსობრივი საუბრებით, პარლამენტის აპარატი მუშაობს უკვე შემდეგ ეტაპზე პროექტის, რომ ჩვენ უკვე პარლამენტი მივიდეს თავად სკოლაში და სკოლებში ღია გაკვეთილის შეხვედრების სახით გქონდეს სისტემატური ურთიერთობა. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ ჩვენი შვილები იზრდებოდნენ უსაფრთხო გარემოში, სადაც იქნება მშვიდობა. მათი ფიზიკური უსაფრთხოება არის ხოლმე ის პირველი გარანტი იმისა, რომ მოგცეთ შემდეგ უკვე ხარისხიანი განათლება. მოგცეთ ყველაფერი ის სიკეთე, რომელიც თქვენ გაგცევთ იმ მოქალაქეებად, რომელსაც იმსახურებს ჩვენი ქვეყანა. ჩვენ როგორც პარლამენტის წევრები ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საგანმანათლებლო სისტემა მოწესრიგდეს, განვითარდეს, წავიდეს კიდევ უფრო წინ, რა კუთხითაც მიმდინარეობს არაერთი რეფორმა. აქედან ერთ-ერთი გამოკვეთილი, გამორჩეული ნამდვილად არის ზოგადი განათლების რეფორმა. ჩემთვის დიდი პატევია აქ თქვენთან ერთად ყოფნა. როცა ნახატზე მუშაობდი, ფიქრობდი თუ რას ნიშნავს ბავშვური გულწრფელობით დანახული ეს ისტორიული სასახლე და მივხვდი, რომ პარლამენტი არის ჩემთვის მომავალი თაობა, ადგილი, სადაც იღებენ გადაწყვეტილებას, როგორ ქვეყანაში ვიცხოვრეთ ჩვენ ბავშვები. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პროექტ თბილისის ურბანული დღის ფარგლებში ფონდი ქართულს მხარდაჭერით სპეციალური ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების ბენეფიციერები და სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები. პატარებისთვის ანიმატორების შოუ, შემეცნებითი და გასართობი აქტივობები მოეწყო. პროექტი თბილისის ურბანული დღე მიზნად ისახავს დედაქალაქში მწვანე სივრცეების განვითარებას, ბუნების ნიშნულობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისთვის ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოს შექმნას. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიწყვნილი ღონისძიებაც ამ იდეის ნაწილია, შეიქმნას სივრცეები, სადაც ბავშვები უსაფრთხოდ, თავისუფლად და ბედნიერად გაიზრდებიან.
მთაწმინდის ფერდის მიმდებარედ 700 ჰექტარ ფართობზე განხორციელდა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი სამუშაო, მათ შორის 100,000-ობით ახალი ხენარგავების დარგვა, მათ შორის გამხმარი და დაავადებული ხენარგავების გატანა, ბილიკების მოწყობა და ზოგადად ეს პროექტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ეკოსისტემისთვის. წლის ბოლოს ფონდი ქართულ დაასრულებს ამ პროექტს და ის უკვე გადმოვა მუნიციპალიტეტის მოვლა-პატრონობის ქვეშ, რისთვისაც ჩვენ უკვე აქტიურად ვემზადებით. დღეს კი 1 ივნის აქ არიან პატარები, მათ გაეცნობათ აუცილებლად ამ პროექტის შესახებ. მოუყვებით თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მოვუაროთ გარემოს, ხეებს, ნარგავებს. დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ახალგაზრდობას უნდა გააზრდა, ამათ უნდა სწავლა, ამათ უნდა ჯანმრთელობა, ამათ უნდა ცხოვრების წესი, მომავალი წინა აქვს და ყოველი დღე ამათთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის. განსაკუთრებით ესეთი დღე და მე დიდი მადლობა მინდა უთხრა მშობლებს, მასწავლებლებს, ვინც ეს ანგელოზები მოიყვან აქ, აზიარა ბუნებას, ერთობიან. ილოცავთ ბავშვთა საერთაშორისო დღეს და მადლობა ფონდ ქართულს დღევანდელი ლამაზი დღის მოწყობისათვის. ბავშვები აღფრთოვანებულები არიან, გახარებულები არიან და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ბავშვებისთვის ჯანსაღი გარემო, სუფთა ჰაერი, რომელიც ჯანმრთელობის საწყისია და მათი განვითარების უდიდესი საფუძველია. ეს ყოფას TV საინფორმაციო გამოშვება 7 საათზე, ხოლმე მშვიდობით ნახვამდის.